წინა შემთხვევებში ხობეზე ასოს გამოდააკავეს აქტივი მონაწილეები, ამ შემთხვევაში აქტის რამდენიმე მონაწილეებს ცდილობდა რომ გაექცეს ხობეზე, მაგრამ მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. თუმცა პოლიცია არ განმარტავს რატომ არ აქვს აქტის მონაწილეებს ამის არაფერი გადაწყვეტილი. აკავებენ აქციის მონაწილეებს ისევ. Dela, pausa. ანა რა გვარი? რამდენი დააკავეს გზია? მე ვაკეთებ. მითხარი რამდენი დააკავეს? სტიკერის გაკრის გამო და გვაკავებენ იმის გამო რომ ამ იმაღლეს საბჭოს ხობეს ვეხები ზოგადად. ეს არ ვიცი ამას რა ქვია, ამას რა სიტყვები დავარქოთ, ბავშვებს აკავებენ უკვე. რამდენი წევრია თქვენი დააკავებული? ეს უკვე მეხუთე. და მიზეზად რა გეუბნებია რატო გაკავეს? ნუ აკრავთ სტიკერებს. აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. მე ვცდილობდი გამეგო პოლიციელებისგან თუ რა იყო, რატომ არ შეეძლო აქციის მონაწილეებს რომ გაეკვრათ სტიკერი უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ღობესთან. თუმცა პოლიციელებს ეს არ განუმარტავთ. მე ახლა ვერ ხვდები აქ მომწოდნელ პირებს, ალბათ გამოჩნდებიან და მათ ვკითხავ რატომ ჩათვალეს მათ რაღაც გუშტების მსგავსი ამბავია. ეს მახსენდება რაც იყო რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის სახლის წინ, როცა ბუშტების გაკვრის გამო იყო დაპირისპირება და ეს მიიჩნია სამართალდარღვევად პოლიციამ და დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე და საგულისხმოა რომ სასამართლომაც იგივე მიიჩნია სამართალდარღვევად, ისევ როგორც ბათუმის საოლქო კომისიის წინ შეძახილები მონებო სირცხვილია, რაც არის გამოხატვის თავისუფლება ბუნებრივია. ეს მიიჩნია სასამართლომაც სამართალდარღვევად და დააჭარიმა აქციის მონაწილეები, მათ შორის ხათუნა ბერიძე, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დააკავეს. აქციის 5 მონაწილეა დაკავებული სულ. ბატონო ირაკლი, ბათუმელების ლაივში ვარ. რის გამო დააკავეთ ბოლოს ეხა ეს მეხუთე მონაწილე ეს რომ ვთქვათ, მანამდე გავიგეთ რომ თქვენ ჩათვალეთ რომ სამართალდარღვევა იყო ღობეზე ასვლა და ეს არის განსაკუთრებული დაცვის ობიექტი, მაგრამ სტიკერის გაკვრა რატომ იყო სამართალდარღვევა? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ბატონო ირაკლი, ბათუმელების ლაივში ვარ.
ბატონო, დიახ. გისმენთ. რა იყო სამართალ დარღვევა ბოლოს შემთხვევაში? ირაკი რამოდენიმე შეგიძლიათ რომ გითხრათ რატომ მოხდა ამ ადამიანების დაკავება კონკრეტულად რა სამართალ დარღვევაზე არის საუბარი? რომელზე მეკითხებით? ბოლოს შემთხვევაში რა იყო სამართალ დარღვევა? ხუთი წევრია დაკავებული კი ბატონო. არაერთხელ იყო პოლიციის მხრიდან მოწოდება. ნახეთ, თქვენ თვითონაც ხედავდით, რომ სამთავრობო დაცვის თანამშრომელს მოუწოდა ღობეზე ძრებოდნენ. არაერთი მოწოდება იყო, როგორც სამთავრობო თანამშრომლების მხრიდან, ისე პოლიციის მხრიდან და არც ერთ ჩვენ მოწოდებას არ დაემორჩილებდა და თუმცა ბოლოს შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიხილეთ რომ ღობეზე სტიკერის გაკვრა, რატომ არის კანონიერის მოთხოვნა, რომ შეუშალოთ სტიკერის გაკვრა? თქვენ მიეცით უფლება რომ მიეკრათ ამ სტიკერები. პოლიცია მისცა მათ სტიკერის გაკვრის უფლება და ამის არა, რატომ არ მისცა, ეგ არის საკითხი, რატომ არ მიეცით? შეგვიძლია განმარტოთ. ძალიან ბევრჯერ პოლიცია მოუწოდა რომ რატომ მოუწოდეთ? რატომ შეიძლება იყოს უკანონო? ნუ ჩადიოდნენ და არა, ბატონო ირაკი, რატომ შეიძლება იყოს სამართალ დარღვევა სტიკერის გაკვრა ღობეზე? რომელ კანონიერია რომ ეს გამოხატვის თავისუფლებას არღვევს? დანარჩენს სასამართლო იმჟელებს და არა თქვენ კონკრეტული კითხვა დაგიცით რომ გითხრათ რა რატომ ჩათვალეთ რომ ის იყო სამართალ დარღვევა? ბევრჯერ იყო მაგაზე მოწოდება რომ არ უნდა გაეკრათ. ასევე რატომ? რატომ არა გამოხატვის თავისუფლების უფლება არ უნდა ადამიანს? გაეკრათ სტიკერები. თუმცა ჩვენ ბოლოს შემთხვევაში ვიხილეთ რომ ღობეზე არასულ აქტივისტი ისე ასე ვთქვათ გაიყვანეს ტერიტორიიდან და დააკავეს. ამ შემთხვევაში რა გახდა მისი დაკავების მიზეზი? სტიკერების გაკვრის ადგილები არის ბევრ ადგილას თავისუფალი ისეთი ადგილები, სადაც შეუძლიათ გააკრას. რომელი კანონი გააძლევთ თქვენ ამის უფლებას ბატონო ირაკი? თქვენ განსაზღვროთ, როცა ისეთ სადაც შეიძლება ობიექტ- გამოხატონ ისეთი ადამიანებმა ობიექტის- თავის საკუთარი ისეთი- მოსაზრებები. ოდის გიხდით, არის მაგის ადგილები, სადაც შეუძლიათ რომელი ადგილები ეხებ ჩამოგვითვალეთ? სტიკერების გაკვრა, სადაც ჩამოგვითვალეთ, შეუძლიათ. რომელი ადგილებია? და არაერთხელ იყო მოწოდება, რომ არ უნდა ჩამოგვითვალეთ, რომელი გაეკრათ. ადგილებია? სად უნდა გააკრან? მადლობა. არა, მადლობა არა, სად რომელ კანონს ეფუძნებით? თქვენ კანონში გიწერეთ, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა უნდა იყოს, რასაც შეიძლება არ დაემორჩილოს აქციის მონაწილე და კანონი რომ იყოს მოთხოვნა ეფუძნებოდეს კანონს. რომელ კანონს დაიყრდენით თქვენ? რომელ კანონს დაიყრდენით? თან არაერთხელ მოუწოდეს ბატონო ირაკი, რამოდენიმეჯერ რა პოლიციელებმა. სამართლებრივი საფუძველი ობეზე არსებობს? არ უნდა ამძვრალიყვნენ. ობის ასევე ნაწილი. სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა ღობის ბევრჯერ ნაწილზე არ გეკითხებით, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ ღობეზე სტიკერი არ გაეკრა აქციის მონაწილეებს. შეგიძლიათ ვიპასუხოთ? ამდენს გაგცეთ. რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა? და რამდენია რა დაკავებული, რატო დააკავეთ, რომ განმარტოთ თავიდან კარგად და რა მოხდა? 5 პირია დაგავებული. 5-ვეს ვედავებით ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას. მოწოდებული იყო პოლიციის მხრიდან და ასევე სამთავრობო დაცვის მხრიდან ღობესთან, ღობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ არ გაეკრათ სტიკერები, ესევე არ ამძვრალიყვნენ ღობეზე. აგზელებდნენ კვლავ ამ ქმედებას და დაკავებული იქნა პოლიციის მხრიდან პოლიციის წინააღმდეგობაზე. მადლობა. მაგრამ რატომ არის სამართალ დარღვევა ღობეზე სტიკერის გაკვრა, ბატონო ირაკლი? აი ესეთია პოლიციის პასუხები, ეს პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მან გაგვცა რომ პასუხი საინტერესო სხვადასხვა რომ არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც შეიძლება გააკრას სტიკერი. საინტერესო განმარტებაა, საინტერესო ამას როგორ შეაფასებენ უფლებადამცველები, ასევე სასამართლო რასიკოს ამ შემთხვევის შესახებ, როცა ჩვენ კადრში პრაქტიკულად ნახეთ რომ რეალურად აქციის მონაწილეებს არათუ ღობეზე გაკვრა, არამედ ღობეზე აძრომ, არამედ სტიკერის გაკვრის საშუალება არ მისცა პოლიციამ. სტიკერზე ეწერა მონობა ტეხავს და ამ სტიკერის გაკვრას ითხოვდა აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ. ახლა ისევ დაიძაბა სიტუაცია, როგორც ჩანს, ისევ ცდილობენ აქციის მონაწილეები რომლებიც დაკავებას გადაურჩნენ, რომ გააკრან სტიკერები უმაღლესი საბჭოს შენობაზე. ხიდან გაატარე მთელი არსებობა ეს ზიახეგელიძეა ალტერნატივაც ერთ-ერთი არ გიშლი მეგობარო ხრეთ რა სადარი ხელმძღვანელი სადარი რომელმა დააკავა ამის მიზეზი რა იყო? ეგ ამის რას გიშლიდა, რაში გიშლიდა? ხელს გვიშლიდა ის მონდა პოლიციელების ხმა.
თქვენ ალბათ მოისმინეთ კადრში, როცა მათ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ აი ამ შემთხვევაში რაც განმარტავთ, რა დაარღვია აქციის მონაწილემ. როგორც თქვენ ახლა ხდებით სიტუაციიდან გამომდინარე და კადრებიდან, კიდევ ერთ მონაწილეს აკავებენ. ან 6 მონაწილე უკვე დააკავეს. აი, ჩასვეს. აქეთ მოგზაურობენ ცალი, აქეთ ხილად. დაუჯექი, ერთი კაცი, დაუჯექი უკან დაუჯექი. კარგი, არ უნდა არა, ხობა, დულსის აქეთ. ბატონო რეკლე, ამ შემთხვევაში რატომ დააკავეთ, რომ განმარტოთ? ბატონო რეკლე, ამ შემთხვევაში რატომ დააკავეთ? იგივე ქმედება. რა? იგივე ქმედება. ანუ არაერთხელ კიდე პოლიციის მოწოდება და არაერთხელ მათი არ დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ. და რო განმარტოთ მაშინ რომ იცოდნენ აქციის მონაწილეებს რომ რა ადგილებში შეიძლება გააკრან სტიკერები. ძალიან კარგად იციან, სადაც უნდა გააკრან სტიკერები. რომელი არ არის ეს სტიკერებისთვის გამოყოფილი ადგილი, ეს ტერიტორია და ეს სად არის ეს გამოყოფილი ადგილი? არის მაგისტვის შესაბამისი ადგილი. რომელ კანონში წერია რომ იგვითითოთ რომ უმაღლესი საბჭოს შენობაზე და ღობეზე არ შეიძლება სტიკერის გაკვრა? სად წერია? სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს მიმართეს და გეტყვით. თქვენ არიცით, თქვენ თუ არიცით რომ რითი ხელმძღვანელობთ მაშინ? ობიექტი, რომელიც დაცულია შესაძლებელია მიმართოთ სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს და გეტყვია ყველა. ხო, თქვენ რომელი კანონით ხელმძღვანელობთ? სამთავრობო დაცვამ გითხრათ და ამიტომ დააკავეთ? ძალიან ბევრჯერ გითხარით. სტიკერებისთვის მისაკრავი ადგილი არ არის უმაღლეს საბჭოს ღობეები და ესე შეგვიძლია. მაგრამ თქვენი მოსაზრება ხო ვერ იქნება კანონი ბატონო ირაკლი? ბატონო ირაკლი, თქვენი მოსაზრება ხო ვერ იქნება კანონი? კანონი არსებობს, ამას ქმნის საკანონმდებლო ორგანო, ხო? ანუ ზუსტად მაგ კანონით გესაუბრებ. ხო და რომელია ეს კანონი? მე არ ვიცი და ეხლა თქვენ გითხრათ თქვენ მეც და ჩემს მაყურებელსაც. არაფერი არ ხდება ვაფშე. პოლიციის ხელმძღვანელმა ვერ დაგვისახელა ჩვენ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, ეს ირაკლი ჭედიშვილია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული კანონი, სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საბჭოს ღობესთან არის კანონდარღვევა, სამართალდარღვევა, სტიკერის გაკვრა. აქციის 7 მონაწილე დააკავეს, ისინი ძირითადად ალტერნატივას აქტივისტები არიან, ეს ორგანიზაცია გამოირჩევა ხელისუფლების ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს. საპროტესტო აქციაზე უკვე სიმშვიდეა, პრინციპში ყველა ვინც იყო აქტივისტი დაკავებულია, რამდენიმე აქტივისტის გარდა ალბათ, რომლებიც ახლა აღარ ჩანან. აქეთ გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა, როგორც მე ხა კადრში ვხედავთ, უმაღლეს საბჭოს სულ 2 შესასვლელი აქვს. ამ შენობაში რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა უმაღლესი საბჭო. მანამდე ის იყო ჩარხში, ხოლო დღეს 15 დეკემბერს 12 საათზე აქ ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, 14 საორძელი უკვე დაიკავა დღეს ქართულმა ოცნებამ. ხოლო 7 გაერთიანებულ ოპოზიციას ეკუთვნის, თუმცა ოპოზიცია აცხადებს ბოიკოტს, ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყავდა და ითხოვს ხელახლა არჩევნების ჩატარებას. აქაც საკმაოდ ბევრი პოლიციელია. უმაღლეს საბჭოს მიმდებარე მოწყობილ სკვერში, როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. შესასვლელი უკვე ცარიელია. 7 მონაწილე ამ აქციაზე უკვე დააკავეს. რამდენიმე მათგანი დააკავეს უმაღლეს საბჭოს შენობის ღობეზე შემოძრომის გამო. ჩვენ კადრში ხედავდით ხათუნა ბერიძეს, ალტერნატივას ხელმძღვანელს, რომელიც ეუბნებოდა პოლიციას, რომ მე თავად ჩამოვალ, ოღონდ მომეწით ამის საშუალება. და ამის საშუალება ფაქტია, რომ არ მისცეს პოლიციელებმა მას, მაგრამ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ხოლო სულ ბოლოს აქციის რამდენიმე მონაწილე, თორჩდები 3 დააკავეს უკვე სტიკერების გაყვრისთვის, ანუ სტიკერების გაყვრას ითხოვდა ოპოზიციის წარმომადგენელი ღობეზე და მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ჭედიშვილის, აჭარის პოლიციის დირექტორის მოადგილის პოზიციები, თუ რატომ არ მისცა მან საშუალება აქციის მონაწილეებს რომ გაეკრათ სტიკერი.
რატომ შეიძლება ამ შემთხვევაში იზღუდებოდეს გამოხატვის თავისუფლება, ან ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, კანონი, რომელიც პოლიციას მისცემდა ამ ტიპის ჩარევის, ანუ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ადამიანებს ისეთ აკავებენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ეს 173 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან და ამ მუხლში არის ხაზგასმული კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, ანუ პოლიციის არაჩვეულებრივი რიგითი მოთხოვნა, არამედ ეს მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს და გამომდინარეობდეს კანონიდან. ანუ საუბარია პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე, მაგრამ დღეს ჩვენ პოლიციის ხელმძღვანელმა ვერ დაგვისახელა კანონი, არის საფუძველზეც შეიძლება შეზღუდულიყო სტიკერის ეს არის რეალობა. აი შედეგი რეალობისა. შეზღუდულიყო გამოხატვის თავისუფლება და პოლიციას მისცემოდა იმის უფლება, რომ მას ეთქვა აქციის მონაწილეებისთვის, რომ თქვენ ვერ გააკრავთ სტიკერებს უმაღლესი საბჭოს ღობეზე. გამარჯობა ბონდო. შენ ახლა შემოვერთი მგონი ხო ამ აქციას? რა ხდება რეგიონ მთავრობის სახლის წინ ბათუმში? როგორც ვიცი, იქაც გრძელდება ჯერ კიდევ აქცია, ხო? კი, იქ გრძელდება აქცია, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ფაქტს ჰქონდა ადგილი. ყველამ კარგად იცის, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა მოვიდა გასაპროტესტებლად იმ მარაზმის, რაც ხდება დღეს აქ ამ შენობაში და ჩვენ ვხედავთ პოლიციის ქვედანაყოფები თუ როგორი მასიური ძალით არიან მოსული აქ არის სავარაუდო წესნაზი, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, ვინც უკანონო დავალებას გასცემს ამ ადამიანებს და შესაბამისად ეს ადამიანებიც უკანონო დავალებას ასრულებენ. აი ამ ახალგაზრდების დაკავება, რომელიც აქ იყო, სხვა არაფერია თუ არა აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებები, იმიტომ რომ აი დაახლოებით 500-მდე პოლიციელის წინაშე მოსული 6 ახალგაზრდა, რომელიც აპროტესტებდა ამ საბჭოთა კავშირის დროის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, დააკავეს იმის გამო, რომ შეძახილები არ გაეკეთებინათ, სტიკერები არ მიეწებებინათ კედლებზე და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის სამარცხვინო ქმედება, ეს არის სამარცხვინო ქმედება ხელისუფლების მხრიდან და რატომ მოხვედით დღეს ახლა აქ ან რას აპირებთ? აქ იმიტომ მოვედით, რომ დაგვირეკეს, რომ აკავებდნენ მასიურად 6 ახალგაზრდისგან შემდგარ ჯგუფს. აკავებდნენ მასიურად და 6 ვეყავთ. 7 დააკავეს როგორც შეიძლება 7, არ ვიცი, შეიძლება 8, არ ვიცი. აი მასიურად აკავებდნენ რამოდენიმე ახალგაზრდისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც ფიზიკურად ვერაფერს ვერ იზამდნენ აქ, მაგრამ ეს არის მათი ნარატივი, ეს არის მათი ქმედება და ეს არის მათი ნათელი სახე თუ რას აკეთებენ და როგორ იქცევენ. ეს არის მთავარი. მადლობა, ეს იყო ბონდო თედორაძე, ერთი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აქ უკვე ეს პოლიტიკური სახეებით გამოჩნდნენ ამ აქციაზე. მაჯორის ელგუჯა ბაგრატიონი, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატია, გაერთიანებული ოპოზიციიდან, ის ახლა ეკამათება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს. პოლიციაში იყო 2005 წელში, რომ მილიციონერები ვინც დარჩით იმას ასრულებდა და ევროპაში მეოთხე ადგილზე ვიყავთ, რას ლაპარაკობთ? ევროპაში მეოთხე ადგილზე. რომელი კილობა? სიგარეტ არ გვაწევოდით. რომელი კილობა? ამიტომ ვიქრა ეს კილობა, რომელი კილობა? ცოტა გადავიწიოთ იქით რა. საბჭოთა მილიციონერებად იქცეცით. ესე პროტესტის ბარ შეიძლება რომ ისმოდეს, ხო? სამარცხვინო ფაქტები არის უკვე, სამარცხვინო. სიმბოლურად დაიწყო სპატაშორის ახლა ერთ-ერთმა წევმა, სიმბოლურად დააკავეს. იმიტომ რომ სტიკერები გააქვთ. და არ შეიძლებაო? სტიკერის გაყვრაზე დაკავისუფლება გააქვს. სტიკერზე გაყვრისუფლება, სტიკერის გაყრის გამო დაკავისუფლება გააქვს. გაიგითხები რა გქია? რა ვინმე მიგდალავს მაგალაპარა? ტონი მაქვს ასეთი. დავიგე ხო და მერე რა? არა ესეთი ტონი მაქვს. ობეზე თუ რებოდნე შენ ვერ ახლა მაღლა დავიო ხმადაბლად ყველა ვერ ამიგზალავ. შენ მა თუ ისე ჯერ ლაპარაკები მინა. სტიკერის გაყრაზე დააკავე და რა ყვარში ამას არ ლაპარაკობთ. ჩვენ გადავწყვეტ ოპიცრები არიან და სტიკერის გაყრაზე ხო? ობეზე მე ვიცი დემელაპარაკა გავაქციე და გიდა. არ დავიჯერე მე. ვინცო დემელაპარაკა კიდე გავაქციე. ხაში ხო? ბატონო არის წარმოდგენილი ვიდეოები და გაიცნობ. იმიტომ გეუბნები ობეზე აძრავის შემდეგ რა დაზიანდა გვაჩვენეთ, რა საბჭოთა მილიციონერები ხარ. მასალებს გაეცანით? საბჭოთა ეს მილიციონერები. როდესაც ობეზე არადიოდნენ და პოლიციელები არიდნენ მათი ახალგაზრდის განეიტრალება ისე ვერ მოახერხეთ რომ არ დაგეკავებინათ? ბატონო ბონდო, არაერთხელ მოეწოდათ რომ თელი დასავლეთის პოლიცია ხართ მობილიზებული. არასულიყვნენ ობეზე. აი
აი ხათუნა ხობეზე ძრებოდა ანი რატო დაიჭირეთ ანი რატო დაიჭირეთ ხობეზე არის სამთავრობო დაცვის ობიექტია. სამთავრობო დაცვის ობიექტი რო დასაბჭო შეიცავდა ღობეზეას. დასაბჭო შეიცავდა ღობეზეას. ეს რო სანაკელი პოლიცია საბჭო და მილიციონერებად იქეს. ბატონო კოდე, ბოლოს სამშობლო დაიწყო ერთ-ერთმა დეპუტატმა სამშობლოში არ იყო ღობეზი აძრომის მართლა სამხანაგები სტიკერების გაკვრაზე. ვის საშუალებაც არ მისცეს პოლიციელებმა. გასამართლებრივი ნორმით გაქვთ პოლიციელებს ის საშუალება. ვინ მოხცა კაცო უბრალოდ სტიკერის გაკვრაზე პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილე. სად გიწერი, რომელ კანონში გიწერი? ბევრჯერ არა ხათუნას გაკვრაზე ერთხელ სად გიწერია მიუწოდეს მითხარია. და ეგრევე ჩამოაგდეს ხობეზე პოლიცია აკავე. ფაქტები გადაღებული. სტიკერის მიკვრაზე მეთქი. სამთავრობოს მოწოდება მეტი რა რა სამთავრობოს მოწოდება? სამთავრობოს მოწოდების საფუძველზე დააკავე? გასაგებია იცით ეხლა ანუ სამთავრობო ეგრეები სამთავრობოს მოწოდების რა მიზანს ასრულებს ამ დაკავებას? სამთავრობო რა მოგიწოდა რომ დააკავეო? კი არ მომიწოდა აბა რა. თვითონ ხათუნას მოუწოდა რომ ჩასულიყო ძირს მერე მივიდა პოლიციელი ანალოგიურად ჩამოდიოდა ხათუნა და ძალით ჩამოაგდეს ანალოგიურად არ დაემორჩა და განაგზო კვლავ ისქმედება და დაკავებული იქნება. არა, ბოლოს შემთხვევაში გადაჭეს ღობეებზე როცა არ დანარჩენი სასამართლო იქნება და ვის სასამართლო თქვენ საბჭოთა სასამართლოზე მელაპარაკები? მოსამართლე საბჭოთა მილიციონერების საბჭოთა სასამართლო და მოსამართლეები. ორაფერ ჯერ დარწმუნებული საბჭოთა მილიციამ დააკავეთ, გასაგებია. მერე საბჭოთა სასამართლოს გაასამართლებ. თანამდებობის კაცი ხარ. ჩვენი თანამდებობა რა არის? ოფიცრები მე არ ვიცი, მე სოფლელი ბაღანაი ვარ, მაინტერესებს. ოფიცრები ვართ ოფიცრები ოფიცერი ხარ. კი ბატონო საპატრულო პოლიციასთვისა? პოლიცია კი მან არის საპატრულო არის შენაგესა არის მე პოლიციელებს მოგიწოდებ ხა ამათ უკანონო დავალებებს. რა თანამდებობა გიკავია? ესენი ხო იცით ვინც არიან, ხო? არა პოლიციელი არა. პოლიციელი არ ხარ ირა. ნუ ეხები ხე. ამ შემთხვევაში პოლიციელი არ ხარ. პოლიციელი არა. ქართული ოცნების ხელით ნუ ეხები. ახლა რა მინდა? ქართული ოცნების მაგარი აქტივისტები. პოლიციელი რო იყო ძმა, ხო? მაგარი პოლიციელი რო იყო. ქართული მაგარი ოცნების ქართველი აქტივისტები. პოლიციელი, რას? რასთან ქართველს უნდა ძმა, რომ მე რომ მინდა, ჩემ შვილებს რომ უნდა, ამათ თაობას რომ უნდა. თქვენ გინდებიან კიდევ ბაბუი. მიზეზები თუ რის საფუძველზე დააკავა აქციის მონაწილეები პოლიციამ, თქვენ მოისმინეთ პოლიციის ხელმძღვანელი პირების პასუხები. საინტერესო იქნება მათ შორის სასამართლოს შეფასება და არა მხოლოდ მათი უფლებადამცველების და იურისტებისაც, თუ რამდენად სამართლიანი იყო დღეს პოლიციის გადაწყვეტილებები, როცა მათ აქციის მონაწილეებს აშკარად არ მისცეს სტიკერების გაკვის საშუალება უმაღლესი საბჭოს ღობეზე. პოლიციის ხელმძღვანელი პირები კოტიანენიაშვილიც და ირაკლი ჭედიშვილიც განმარტავენ, რომ ღობეზე ასვლის უფლება მათ არ ჰქონდათ, რადგანაც უმაღლესი საბჭოა განსაკუთრებული დაცვის ობიექტი და ღობეზე ასვლა არის სამართალდარღვევა, თუმცა რაც შეეხება სტიკერს, ამ ნაწილში ვერ ასაბუთებს პოლიცია, რა კონკრეტული სამართლებრივი ნორმაზე დაყრდნობითი ხელმძღვანელა და ჩათვალა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლებოდა შეეზღუდა. ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ჭედიშვილის განმარტება, რომ სამთავრობო დაცვა მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს იქეთკენ, რომ არ გაეკრათ ღობეზე სტიკერები, თუმცა თავად ირაკლი ჭედიშვილმა, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა და ასევე კოტიანენიაშვილმა, რომელსაც ჩვენ ახლახანს ვესაუბრეთ, ვერ დაგვისახალა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა. თუ რის საფუძველზე არ ჰქონდათ უფლება აქციის მონაწილეებს გაეკრათ სტიკერები აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეებზე. აქ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის ელგუჯა ბაგრატიონი, ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომელიც ბოიკოტს ცხადებს არჩევნებს და მის შედეგებს და არ შევიდა დღეს უმაღლეს საბჭოში. დღეს პირველი სხდომა გაიმართა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, რასაც ოპოზიცია არ დასწრებია, სულ 7 თავარჯელი ერგება უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას, მაგრამ მათ დღეს საჯარო ხელმოწერებით საპროტესტო აქციაზე დაადასტურეს ეს ბოიკოტი და თქვეს, რომ ისინი არ შევლენ უმაღლეს საბჭოში. შენ არ გიყვირი. მაკედა ნეუბნებით ხმად და პრომად. რატო უნდა ვიდე ხმად? რატო უნდა ვიდე? შენ და ყველა. შენი ვიცი პირველი შენ უხარ. რატო უნდა ვიდე? დღეს აქციაზე დააკავეს საპროტესტო აქციის 7 მონაწილე, მათ შორის 3 იმისთვის, რომ ისინი ითხოვდნენ მხოლოდ სტიკერების გაკვრას ღობეებზე და ამის საშუალება მათ პოლიციელებმა არ მისცეს.
ამ შემთხვევაში სიტყვიერი დაპირისპირება ძირითადად გრძელდება პოლიციის ხელმძღვანელ პირებსა და პოლიტიკოსებს შორის, მათ შორის ელგუჯა ბაგრატიონი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე აქ არის გული თემურაძე და სხვა წევრები ამავე პოლიტიკური პოლიცია ცდილობს, რომ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლოს. რამდენი კრიმინალი ხდება ეს დასავლეთის პოლიცია რო ხართ მობილიზებული ამ 10 ახალგაზრდის გამო რა ხდება? სადით კრიმინალებს დიეთ რა? სადით კრიმინალებს დიეთ? მანქანები გავატარ. კრიმინალები ხელში არიან აგერ ამოსულდა. ჩვენ პრესტუბნიკები ვართ თუ ტერორისტები? და რა საბადო პოლიციას გახაკეთილი და კიდე გადაიწერა. მუშინ უმაღლეს საფრთხე არ შემიძლია გაკეთილი პროექტი. მაშინ მე სამსახურში არ შემიხვი დაკეტილი გქონდა ხა. ანიქეთ ანა. ავტომანქანის მოძრაობა მაშინ და სამსახურში შევდიოდი და დაკეტილი გქონდა მოძრაობა. თქვენ გადავიწვი თუ შეიძლება ბოდიში და გადავრო. საპატრულოს ამშვენე. საპატრულოს ამშვენე. საპატრულოს ამშვენე მეტი მოიქცე. არა საპატრულოს ამშვენე მეტი. მოდი რა გიორგი მოდი გქონდა მოდი არავინ არ არის უჩახში დაგეტილი გქონდა მოძრაობა სამსახურში არ გამატარა სამსახურში არ გამატარა შეიძლება აკეთებდა 10 კაცი გავარდა შენი გადასაწყვეტი არა მე საწავო ეს მოცემულობა ამ წუთებში უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ალტერნატივას აქტივისტების დაკავების შემდეგ გამოჩნდნენ უშუალოდ პოლიტიკოსები, მათ შორის ელგუჯა ბაგრატიონი, ის გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა აჭარის უმაღლეს საბჭოში, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციამ უარი თქვა საბჭოში შესვლაზე. სულ 7 მანდატი მოუწია უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას, მაგრამ დღეს მათ საჯარო ხელმოწერები დააფიქსირეს საკუთარი პროტესტი და თქვეს, რომ არ აპირებენ საბჭოში შესვლას. ელგუჯა ბაგრატიონი მე რა მინდო ეხა თავში მე რა მიდევს ისიცი შენ გადმოვიდა ტერიტორიაზე მეთქი გეკითხე ხო და გეკითხები გადმოვიდა მეთქი აბარა ეხა რო დგავარ ეხა აქ დგავარ უნდა დამაკავოს აბა მე არა მაშინ ვინ ხო აი გობეზი აი დავდექი ხო უნდა დამაკავოს რა მნიშვნელობა აი იქ დავდექი უნდა დამაკავოს გარღვევა მეთქი გეკითხე რატო მიუთითე? არა დაცვა მივითითაო ამბობ. მე არ ვაკავებდიო დაცვა მივითითაო. არა, ხობეზე არ გადმოხვიდე თქვა სადა რასაც იცავ. და არა ხობეზე ამოსვლაზე. უთხარი არ გადმოხვიდეო, ხო? და პოლიციას თქვენ მიმართეთ მეთქი? და პოლიციას თქვენ მიმართეთ, გეკითხე. საქმე მაგ თქვენთან ერთად იყო? ჩვენ აფეთან რაფეთური და
ელგუჯა ბაგრატიონი ცდილობდა გაერკვია და მოესმინა სამთავრობო დაცვის წევრისგან თუ რას ამათარღობა შეიძლება ქონოდა ადგილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან. როგორც ცნობილია, დღეს საპროტესტო აქციაზე დააკავეს სულ 7 მონაწილე ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. აქციის მონაწილეები დააკავეს იმის გამო, რომ უმაღლესი საბჭოს ღობეებზე მათი ნაწილი მათმა ნაწილმა სცადა შემოძრომა და საყვირებით ხელში იყვნენ ისინი და ცდილობდნენ სტიკერების გაკვრას აი ამ ღობეებზე და ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. ხოლო მოგვიანებით, როცა დააკავეს აქციის 5 მონაწილე, დააკავეს კიდე აქციის 3 მონაწილე, რომელიც არ ცდილობდა ღობეზე ასვლას. ისინი უბრალოდ ცდილობდნენ სტიკერების გაკვრას ღობეზე, რის საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს. არის ალტერნატიული გზა და როცა პროტესტი არის, შეგიძლიათ რომ გადაატაროთ სხვა მიზნად მიმართულებით. აქტივად შეგიძლიათ ეს საჭიროა რომ იქნება ბატონო ელგუჯა. ბატონო ელგუჯა. იქნება გადავართავთ და აი გავარ ახლა ხო? გავიგე ბევრჯერ გადაგვირთავ. ხო, გავაზე მე გადაართეთ ახლა ხო? ეხლა რატო დგახარ რაცო? სხვადასხვა მოძრაობა არის გზის სავალ ნაწილზე რატო? გადაართე პროტესტია ყოველ წუთას მოძრაობა ყოველ წუთას კაცო. გამიშროლება ყოველ წუთას გადავადგილდება ტერიტორიაზე. გაქვს ალტერნატიული გზები და გადაართეს სხვაგან კაცო. ცოტა უკან გადავძა ბოდიშის თუ შეიძლება. გადაართეთ კაცო სხვაგან იგივე გადაართეთ. ელგუჯა არ არის ახლა საჭირო. როგორ ახლა მოძრაობთ მე ხარ პროტესტია მოძრაობ. რატო აკავთ კაცო? რო აკავთ იმიტომ მოძრაობ. რო არ ბევთ რო არ ბევთ. ხო რო არ ბევთ. ჩემი არა თქვენი ქმედება. ჩემი თქვენს ქმედებას ვაფასებ. თქვენს ქმედებას. თქვენს ქმედებას ვაფასებ. თქვენს ქმედებას. მენებურად შეაფასეთ. შემებურად არა რაც არის. ფაქტის სახეზე იმაზე შეფასებ. დაკავდა, ადიხსნით ატომას დაკავდა და ეს არის რას ამიხსნი? რა? პლაკატ იმის სტიკერის მიკროზე დავაკავე. სტიკერის მიკროზე. როგორ ახლა 2 წუთის წინ თქვი სტიკერის მიკროზე. მე ყველაფერს ეძახით პოლიციაზე წინა. ეხლა იქნებ მეც დამაკავო პოლიციას წინააღმდეგობას. გაუწევ წინააღმდეგობას და ეხლა ხო გიწევ წინააღმდეგობას. ამას თუ შეწინააღმდეგობას. კი ამას თუ ეხლა შე. ამას თუ შე. თქვენ პოლიციელები არა. საბჭოთა მილიციონერები ამას. ცოტა გამოვიწევთ. აი ამას ვთქვით, აი საბჭოთა მილიციონერები. ცოტა გადმოვიგეთ. საბჭოთა მილიციონერები. ცოტა გადმოვიწევთ. აჭარის შეგეკება შეიკრიბა აგე. მილიციაც დადეკიდა. ცოტა გადავიწევთ. ცოტა გადავიწევთ. ჩვენ გაიწიე იქ ლაპარაკობ გავარე. გადავიწევთ რა. გადაიწევთ ცოტა უკან გადავიდეთ რომ ჩემგან გაიწი ვეღარ გადი. იმ შუაშია რომ შენ არ ხარ ის პოლიციელი რომელიც მუნდირს უნდა ატარებს. ხო, ასაზე გადაიწევთ. ცოტა ცოტა გაიწით და ისე ჩამოარდა. პოლიცია თუ შეიძლება მაგალ გადაიწიე. გადაიწიე. პოლიციელი გეუნებათ გადაიწიე. ასე იქცე პროვოკაციაზე. გადადის ტროტუარზე გადადის. მეტი ადამიანი აქვს და გადავიდეთ ტროტუარზე გადავიდეთ. სავალათი არ ბრავს. გადაიწიე და მანქანებით გაივი. მოდი ერთი წუთი. მთელი დასავლეთის მილიცია ხარ მაგა მობილიზებული და იმიტომ გაკეტილი. ჩვენ რამდენიმე ადამიანი მგავართ. ელგუჯა მე 7 წუთი ვარ სანამ მილიცია არ იქცევა როგორც იქცევა საბჭოთა მილიცია. თემურ ატუაშვილი მოდალაძე პოლიციელი გუშინში რო არ ბევრდა ჩვენი აქციის მონაწილეები. ამერე დასავლეთის მონიტორინგის უფროსი რა უნდა? ნუ ეს ხო ხედავთ რომ ნათელი მაგალითია როგორ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა კავშირში ხო? ეხლა დღეს შეიკრიფა ერთპარტიული პუტინის მოციქული ბიძინას მონები და სიმბოლურადაც გახსნა ხო ერთ-ერთმა უხუცესმა ამ ხანაგობით მიმართა. და აი წარმოგიდგენა აი პოლიცია კი არ დგას. აქ დგას ელემენტარულად ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ახლობელი მეჯვარეები, ხვისლები
მონები ბიძინა ივანიშვილის, ვინც იქცევა როგორც საბჭოთა მილიციონერი, იმათ ვუწოდებ, მე ყველა პოლიციას არ ვუწოდებ. იმ პოლიციელებს, ვინც იქცევა ღირსეულად, ვინც როგორც პოლიციელი და ვინც კანონს ემსახურება და ქართულ ხალხს და საქართველოს, იმათ წინაშე კიდევ ერთხელ კეთს ვიხო. მაგრამ ის ადამიანები, ვინც მოვლენილი არიან ბიძინა ივანიშვილის ნათესაობით აქ და როგორც საბჭოთა მილიციონერები, ეცდებიან რომ განსხვავებული აზრით ჩაახშონ და აკავებენ ადამიანებს სტიკერის გამო, ელემენტარულ სტიკერის გამო, პოლიცია ამით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილის საბჭოთა კავშირში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაძლევ პირობას. საქართველოში არის ადამიანები, რომლებიც არიან თავისუფლებას მიჩვეული ადამიანები და თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარული ერია, ქართველი ერი. და ბიძინა ივანიშვილი და მისი მილიციონერები ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩაახშონ ეს პროტესტის ხმა. აუცილებლად მივა ეს გამარჯვებამდე. ჩვენ მივალთ, რამდენიმე დღე იქნებიან აქ გამაგრებული აჭარის სეკეკება ყრილობა როცა იმართება ეხლა. რამდენიმე დღე დამერწმუნეთ ამაში და აუცილებლად მივა ეს ბრძოლა გამარჯვებამდე. რამდენი არ უნდა დაგვაკავო, რამდენი არ უნდა დაგვაჯარიმო, რამდენი არ უნდა გვცემონ და დაგვარბიონ საბჭოთა მილიციონერები. მაინც მივახცევთ გამარჯვებას. ბატონო ელგუჯა, არავინ შევა უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან თქვენს მოლოდინი. თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი უმაღლეს საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი არ ზის იქ, მხოლოდ და მხოლოდ შეკრებილი არის რუსი პუტინის, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მონები და ეცდებიან, რომ აჭარა მოაქციონ ისევ რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ დღეს მართლა გასაბჭოების დღეა აჭარის, მაგრამ ამის საშუალებას მართლა არ მივცემ. ეხლა რამდენად იქნებიან ასე გამაგრებული ამ საბჭოთა მილიციონერები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავები არიან და მისი კლანის მოვლენილი ადამიანები, მილიციონერები აქ, რამდენს დააკავებენ, დამერწმუნეთ, ყველას ვერ დაგვაკავებენ. ოპოზიციას რა შეეხება? დარწმუნებული ხართ რომ არავინ შევა უმაღლეს არ საბჭოში? შევედით არც ერთი, ჩვენ დღეს არა, მაგრამ უახლოეს დღეებში ხო შეიძლება რა თქმა უნდა, არავინ არ შედის. ჩვენ დღეს ეხლა რამდენიმე წუთში უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შევიტანთ განცხადებას, რითაც სიებს გავანულებთ, როგორც კი ეს სია განულდება, იმავე დღესვე უმაღლესის ოპოზიციონერი დეპუტატები წერთ განცხადებას და რა თქმა უნდა ვტოვებთ მანდატებს. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქის მანდატები არ გვჭირდება. მანამდე რატო არ დაწერეთ ეს განცხადება? ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა 42 დღეა მიმდინარეობს ეს აქცია. ეს გაგრძელდება მანამდე დღეს რატო არ დაწერეთ ეს ხელმოწერები, რომ გეტყვა თუ არის? პროცედურულად მიყვებით, როცა მოხდა ცნობა უმაღლეს საბჭოში, ეხლა საარჩევნო კომისიას უმაღლეს მიუმართავთ, რომ ის სიები, რომელიც დევს იქ ჩაიხსნას ბოლომდე და 7 მანდატი ამის ჩახსნის შემდეგ, ის 7 მანდატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვიწყალობა, რა თქმა უნდა ამის დატოვებას არ ვაპირებთ და როგორც კი შევა ძალაში და განულდება სია, იმ დღესვე დავწერთ განცხადებას 7-ვე დეპუტატი და მოვიხსნით უფლებამოსილებას. ანუ ამას აპირებთ დღეს ან ხვალ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ეს გადაწყვეტილება იქნება შესრულებული ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროსაც კი, როცა ამბობდა რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმის რომ გააყალბოს და მოიპაროს არჩევნები, ჩვენ ვპირდებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენ დავრჩებოდით მათ გვერდით, არ მივცემდით საშუალებას ბიძინა ივანიშვილის გაყალბების და მოპარვის. შესაბამისად იმ მანდატებზე ვამბობთ უარს, ვრჩებით ჩვენს მოსახლეობასთან და მოსახლეობასთან ერთად, როგორც არაერთხელ ვიბრძოლეთ ამ ქვეყნის გადასარჩენად და დამოუკიდებლობისათვის, რა თქმა უნდა მივაღწევთ ამ გამარჯვებას. ჩვენ ის მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ყობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილმა ააყირავა, მაინც ვცდილობთ რომ მოლაპარაკების გზით გადაწყდეს ეს და როგორმე ერთხელ და სამუდამოდ არჩევნებით, როგორც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, ისე იცვლებოდეს და არ იპარავდეს ვიღაცა რუსი ოლიგარქები ამ არჩევნებს და არ პარავდეს ხალხს არჩევას. და რა თქმა უნდა ამის ერთგული ვრჩებით და ვიდგებით ბოლომდე ქუჩაში ხალხთან. დღეს ახლა რას აპირებთ აქ? ეს აქცია გრძელდება თუ გადაიწყებს? აქ ჩემი ჩვენი მოსვლის თქვა მიზეზი იყო რომ რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც აპროტესტებდა ამ საბჭოთა ყრილობას, აი ამის გამო დააკავეს 10 ადამიანი, იყო სულ ახალგაზრდა, 7 ადამიანი საბჭოთა მილიციონერებმა დააკავეს, ვერ აიტანა ეს
როგორც ჩანს და პოლიტბიუროდან მიიღო დავალება საბჭოთა მილიციამ და დააკავა 7 ადამიანს, სწორედ ამიტომ გადმოვედი, რომ ის რამდენიმე ადამიანი, ვინც დარჩა, რომ გავიყვანო აქედან და გავიგო ინფორმაცია თუ სად ხავთ ეს ადამიანები დაკავებული. გუშინ აქამდე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, გუშინ დააკავებული ადამიანები ნაწილს ოზურგეთში მივაკვლიეთ, რომ იქ ყავდათ გადაყვანილი, ნაწილი არ ვიცით დღესაც სად არიან და ეხლა ვეცდები, რომ როგორმე გავარკვიოთ თუ სად გადაყავთ ეს ადამიანები, რომ ელემენტარულად ყურადღება მივაქციოთ. მადლობა, ეს ელგუჯა ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და უმაღლესი საბჭოს წევრი, თუმცა ის ამბობს, რომ ახლოს დღეებში მიმართავენ იმისთვის, რომ შეიჩერონ უფლებამოსილება და უარი თქვან ამ მანდატებზე. სულ აქციის 7 მონაწილე დააკავეს, აქვე პრინციპში მარტო ჟურნალისტებს ვხედავ უკვე და პოლიციელებს და ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც პოლიტიკოსი აქ უკვე აღარ არიან ალტერნატივას წარმომადგენლები და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები პრინციპში არც ბევრი არ იყვნენ თავიდანვე და 7 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ადმინისტრაციული წესით. ვინც ახლა შემოვერთა ლაივს გეტყვით, რომ აქციის მონაწილეები დააკავეს ძირითადად იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ ღობეზე შემოდგომას, უმაღლესი საბჭოს შენობას რაც არყამს გარედან. აი ამ ღობეზე შემოდგომას ცდილობდნენ აქციის მონაწილეები და ამ ფორმით უნდა გაეკრათ მათ სტიკერები აი ამ ბოძებზე და მათ ჰქონდათ ასევე ხელშესახვირები და ამ დროს დააკავეს ისინი პოლიციელებმა და უთხრეს აქციის მონაწილეებს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება რომ შემომდგარიყვნენ ღობეზე. ხოლო აქციის 3 მონაწილე დააკავეს არა ღობეზე შემოდგომის გამო, არამედ უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ითხოვდნენ სტიკერების გაკვრას ამ ღობეებზე. პოლიციის ხელმძღვანელებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული ნორმა, თური საფუძველზე ჩათვალა პოლიციამ, რომ მას ჰქონდა კანონიერი უფლება, რომ ჩარეოდა გამოხატვის თავისუფლებაში და შეეზღუდა ადამიანების გამოხატვის, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება. დღეს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა პირველად აქ 12 საათზე, 15 დეკემბერია. ეს გააპროტესტა ოპოზიცია, მათ შორის ორგანიზაცია ალტერნატივა. უმაღლეს საბჭოში 21 ადგილია, მათ შორის 14 უკვე დაიკავა ქართულმა უწყებამ, ხოლო 7 ეკუთვნის გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დღეს საჯარო ხელმოწერები დააფიქსირა საკუთარი ბოიკოტი უმაღლეს საბჭოს მისამართით. ოპოზიცია ისევ ითხოვს ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მიიჩნევენ, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა და საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობის სახლის წინ გრძელდება. აჭარის ბათუმში უკვე 3 ნოემბრიდან, ანუ ერთ თვეზე მეტია გრძელდება ეს აქციები. დარჩით ჩვენს არხზე, რომ მიიღოთ განახლებული ახალი ამბები ბათუმში და არა მარტო ბათუმში. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ. დროებით.